გამარჯობა ჩემო ემიგრანტებო და ყველა ქართველნო, ვისაც გსურთ ფრანგული ენის შესწავლა. დღეს მინდა აგიხსნათ სამი ჯგუფის ზმნა ფრანგულში. რაც ძალიან გაგიმარტივებთ ფრანგული ენის შესწავლას, განსაკუთრებით ზმნების გაგებას და თქვენ ძალიან ადვილად შეხედავთ ამ ზმნებს, რასაც ადრე რთულად უყურებდით. ესე იგი, ფრანგულში გვაქვს სამი ჯგუფის ზმნა. პირველი არის ძალიან წესიერი, მეორე შედარებით ასე ვთქვათ წესიერი, ხოლო მესამე ჯგუფი, რომელსაც ასევე გააჩნია ქვეკატეგორიები და ამ ქვეკატეგორიებს დღეს არ განვიხილავ, შემდეგ ერთ-ერთ გაკვეთილზე განვიხილავთ ამ ქვეკატეგორიებს. მესამე ჯგუფს გააჩნია არაწესიერი ზმნები, რომლებიც ჩვენ და სამწუხაროდ უნდა დავიზეპიროთ და დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ მათი გამოცნობა, როგორც პირველი და მეორე კატეგორიის, პირველი და მეორე ჯგუფის შეუძლებელი არის სამწუხაროდ. მაშასე, ნახეთ, რას უწოდებენ პირველ კატეგორიას. ყველა ზმნა გარდა ალესი. ხო, ალე არის მესამე ჯგუფის ზმნა, არაწესიერ ზმნებში შედის. ყველა ზმნა გარდა ალესი, რომელიც მთავრდება ER-ზე, ხო? ER, ხო, ქართულად გლეხურად თუ ვიტყვით, E და R. ER-ზე, რომელიც მთავრდება, არის პირველი კატეგორიის. და ნახეთ, ეხლა პატარა ხრიკი, როგორ გავიგოთ თუ როგორ იუღლება ეს, ხო? ნახეთ, პირველ რიგში უნდა ჩამოვაშოროთ ეს R და შემდეგ დავიწყებთ დამატებას რაღაცა დაბოლოებების, რომლებიც გვჭირდება უკვე მე, შენ, je, tu, il, elle, on და ასე შემდეგ ამ ნაცვალ სახელებთან, ხო? ნახეთ, როგორი მარტივი იქნება ამას ახლა R-ს დავუმატებ, იმიტომ რომ საჭირო არის მისთვის საწყისი ფორმა. ხო, ერთი რამე მინდა კიდევ აღნიშნო, საწყისი ფორმა ყოველთვის უნდა ისწავლოთ. იმიტომ რომ საწყისი ფორმა გვჭირდება, როდესაც ორი ზმნა ერთმანეთს ეჯახება, მეორე ზმნა უფრო ხშირად არის ხოლმე პასე კომპოზეს გარდა, მეორე ზმნა უფრო ხშირად არის ხოლმე საწყის ფორმაში. ამიტომ ეს აუცილებლად საჭირო არის, რომ ვიცოდეთ საწყისი ფორმა. ანუ მაგალითად, je voudrais rêver. მე ვისურვებდი ოცნებას, ხო? ამიტომ აუცილებლად ვისწავლოთ ხოლმე საწყისი ფორმაც ნებისმიერი ზმნის. ყველა ესე იგი ზმნა, რომელიც ბოლოვდება ER-ზე, აი აქ გამოყოფილი მაქვს წითლად, ალეს გარდა, ალე არ შედის ამ პირველ ჯგუფში, იუღლება შემდეგნაირად. ნახეთ, ხომ გითხარით R, R-ი უნდა ჩამოვაშოროთ მეთქი. და დაგვრჩა ფუძე. აი ეს არის ჩვენი ფუძე, ხო? Rêve. ნახეთ, je rêve, მე ვოცნებობ, tu rêves, შენ ოცნებობ, il rêve, ის ოცნებობს მამაკაცი, elle rêve, ის ოცნებობს ქალბატონი, on rêve, ჩვენ ვოცნებობთ. დავაკვირდეთ ახლა აქა. ერთადერთი, სადაც რაღაცა შეიცვალა, არის tu. და ზუსტად ესეთივე ფორმულა ექნება აბსოლუტურად ყველა ER-ზე დაბოლოებულ ზმნას. ერთადერთი, სადაც რაიმე შეიცვლება წერილობით, იქნება tu და არა სხვა რაიმე ადგილი, ხო? tu ნაცვალ სახელთან, ანუ შენ ნაცვალ სახელთან გვექნება დამატებით ესი. მაგრამ მოდით დავიმახსოვროთ პატარა ხრიკი. დააკვირდით აქა rêve, დააკვირდით გამოთქმას. Rêve. დააკვირდით? კიდევ ერთხელ. Rêve. Je rêve, tu rêves, il rêve, elle rêve, on rêve. ანუ გამოთქმით ყველა ხუთივეგან არის rêve.
ეს ხრიკი დაიმახსოვრეთ და პირველ ხუთს აუცილებლად აუღლებთ სწორად ზეპირ ფორმაში. ხოლო წერილობით, როდესაც გამოცდაზე გახვალთ, აი ამ S-საც დაუმატებთ ხოლმე. ხოლო ზეპირად ძალიან მარტივი, უკვე ხუთივე შეგიძლიათ თქვათ. Je rêve, tu rêves, il rêve, elle rêve, on rêve. ხო? საკმაოდ მარტივი არის ესე დამახსოვრება. შემდეგ, მრავლობითში, როდესაც გადავდივართ, გვემატება აი ეს ONS, ONS, EZ, ENT და ENT. ნახეთ აქ რა ხდება? ესე იგი, ჩვენ ხო გქონდა აი ეს ფუძე, არა? აქ ცოტა ჩამოაჭრეს, წესით აქ უნდა იყოს E. მაგრამ არ უყვართ ფრანგებს ორი ხმოვანი რო ეჯახება ხოლმე ერთმანეთს, ხშირად კვეცავენ ხოლმე და იქ აპოსტროფს სვამენ ხოლმე. ამ შემთხვევაში აპოსტროფი არ დასვეს, მაგრამ მოტეხეს. ეს E, ხო? ესე ხშირად ხდება ხოლმე ფრანგულში. ან ზოგჯერ შეიძლება დაამატონ კიდევაც, მაგალითად mangeons, ხო? წესით არ უნდა იყოს იქ E, მაგრამ იმ E-ს სვამენ იმის გამო, რომ სწორად გამოითქვას ის მრავლობითში ის ზმნა mangeons. შეხედეთ აქა, ესე იგი, დაბოლოება მრავლობითის, როდესაც ჩვენზე არის საუბარი, ოღონდ მრავლობითში, ხო? ნახეთ, ასევე გვაქვს ჩვენ, ესეც ჩვენ არის და ესეც ჩვენ არის, ხოლო ეს ჩვენ on, რომელიც არის პრაქტიკაში ძალიან გამოყენებადი ყოველდღიურობაში. ამას გეუბნებით ჩემი გამოცდილებიდან, იმიტომ რომ 20 წელი ვიცხოვრე ფრანგულენოვან ქვეყანაში, ვისწავლე, ვიმუშავე და ასე შემდეგ. ამიტომ ვიმუშავე თარჯიმნად. რო არ გეგონოთ, რომ რაღაცა სხვა რამეს ვაკეთებდი, ხო? ანუ ენასთან მქონდა ყოველთვის კავშირი. თარჯიმნად და თარგმნელად. Rêve, on rêve და nous rêvons არის აქ ერთი და იგივე. ანუ ჩვენ ვოცნებობთ, ჩვენ ვოცნებობთ. რა თქმა უნდა, თქვენზე არის დამოკიდებული ამას სიტყვით თუ ამას სიტყვით, მაგრამ პრაქტიკაში დამიჯერეთ აი ესე საუბრობს უმეტესობა. ესე თუ საუბრობს nous rêvons, ანუ მრავლობითის ჩვენს თუ იყენებს, ეს არის მხოლობითის ჩვენი, ხოლო ეს არის მრავლობითის ჩვენობითი, ხო? მრავლობითს ვინც იყენებს ხოლმე, ან კარგი განათლება აქვს მიღებული და კულტურული ოჯახიდან არის, ან შეიძლება რაღაცა მაღალი სოციალური წრედან იყოს, რაღაც ბატონი და ასე შემდეგ, ხო? მოკლედ, საუბრობთ ესე. შეგვიძლია ასევე ესე წერა. ძალიან მარტივი არის ესე, იმიტომ რომ იგრევე იცის მნა. მაგრამ თუ გსურთ მაინც და მაინც ესე დაწერა, ან თუ გამოცდაზე გადიხართ და ესე გაქვთ მოცემული რაღაცა მაგალითი, აი ეს არის მისი დაბოლოება. On, nous rêvons, nous rêvons, ხო? ჩვენ ვოცნებობთ. Nous rêvons, on. ეს არის მისი დაბოლოება და გამოთქმა. რაც შეეხება vous, vous არის ან თქვენობითში, როდესაც მიმართავ ერთ ადამიანს, ხო? თქვენობითში მიმართავ. ან ბევრ ადამიანს მიმართავ, ხო? უკვე თქვენობითში მიმართავ თუ შენობითში იმ ბევრ ადამიანს აღარ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ბევრნი არიან და მაინც თქვენ უნდა უთხრა, ხო? და გამოგვდის vous rêvez. Vous rêvez, ხო? აი ეს Z-ი არ გამოითქმის ფრანგულში, მაგრამ სამაგიეროდ ამ Z-ის წყალობით გამოითქმის ეს E, რომელიც გახდება არა E, არამედ ჩვეულებრივი ქართულს მიმსგავსებული E. Vous rêvez. Vous rêvez. თქვენ ოცნებობთ. ეხლა il-ის და el-ის დაბოლოება il, el, ხო? ყოველთვის არის აი ეს. აწმყოში ვართ ეხლა, არა ვართ არც წარსულში, არც მომავალში, ეხლა ვართ ამჟამინდელ დროში აწმყოში, ხო? მათი დაბოლოება არის ყოველთვის ENT, ENT. ყველა ჯგუფში, პირველში, მეორეში, მესამეში არის მრავლობითში, ყველას დაბოლოება იქნება ONS, EZ, ENT, ENT, ხო? და ერთი რამეც დაიმახსოვრეთ, ეს ENT არასოდეს არ იკითხება. შეიძლება აი ეს E დაეხმაროს წინა ბგერას, რომ გახმოვანდეს, როგორც ამ შემთხვევაში, ნახეთ, rêve, აქ რო მაგალითად E არ იყოს, rêve, თუმცა მაინც წაიკითხებოდა V, მაგრამ არის შემთხვევები ხოლმე, მაგალითად ils viennent, ხო?
ხო? მაგალითად, არის ესეთი შემთხვევები, როდესაც ეს ö უმაგრებს ზურგს რაიმე თანხმოვანს, ხო? მაგრამ როგორც ასეთი, ის არ იკითხება. ÖNT არასოდეს არ იკითხება. ანუ უნდა წავიკითხო აი ეს ღევ, ნებისმიერ ზმნასთან იქნება ზუსტად ასე. არავითარი სხვა რაღაცა არ იქნება. უბრალოდ ზოგჯერ გაუმაგრებს ხოლმე ზურგს რაღაცა თანხმოვანს და იმას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ არ შეგვეშალოს. ესე იგი, ნახეთ, ამისი ფორმა არის აი ესეთი. ეხლა მოდით ვნახოთ კიდევ სხვა ზმნა, მაგალითად აშტ, რომელიც არის ასევე პირველი ჯგუფის, ხო? ხო ვთქვით, რომ ÖR-ზე დაბოლოებული ალეს გარდა ალე ასევე მთავრდება ÖR-ზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შედის პირველ ჯგუფში. ის არის მესამე ჯგუფის ზმნა, აბსოლუტურად არაწესიერი, მაგრამ ძალიან საჭიროა, ამიტომ ის აუცილებლად კარგად უნდა ვიცოდეთ. აშტ. ამ ზმნის საწყისი ფორმის გამოთქმა შეგვიძლია აშტ, მაგრამ ცოტა რთულია მისი გამოთქმა ამ ფორმით და უმეტესობა ხალხის ყოველდღიურობაში მაინც იტყვის აშტ, ანუ ამოვარდება ის რომელსაც ამბობენ, როდესაც ნელა ათქმევინებ ფრანგულენოვან პიროვნებას ამ სიტყვას, გეტყვის აშტ, მაგრამ როდესაც სწრაფად საუბრობს, ის აუცილებლად იტყვის აშტ, ხო? ანუ ამოაგდებს. თქვენ შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ, იმიტომ რომ საკმაოდ რთული არის ფრანგული ენის გამოთქმა, ამიტომ სადაც შეიძლება გაადვილება, გავაადვილოთ. ნახეთ, შევხედოთ ისევ აშტ. ნახეთ, ხუთივეგან გამოვთქვამთ ერთნაირად. ანუ თუ ეღი ჩამოვაშორე, მე დამრჩება აი ეს ფუძე, რომელიც ხუთივეგან je, tu, il, elle, on-თან იქნება აბსოლუტურად იდენტური. ხო? ოღონდ ზოგჯერ პირველი ჯგუფის ზმნები კი არის, ასე ვთქვათ, წესიერი და პატიოსნები, მაგრამ ზოგჯერ მათაც ემართებათ გაკაპასება, ასე ვთქვათ, და ემატებათ ხოლმე מחვილები თავზე. ზოგჯერ ორი მახველით, მაგალითად préféré არის ესეთი ზმნა, préféré, რომელსაც ხან იქით ემატება, ხან აქეთ ემატება, ორი ცალი აქვს ხოლმე. ესე, ხან ესე. მოკლედ, გადაამოწმეთ აუცილებლად, ან სპეციალური წიგნი არსებობს ამისი, რომელსაც ქვია conjugaison bécherel, la conjugaison bécherel, ან კიდევ შეგიძლიათ ასევე გადაამოწმოთ ინტერნეტზე ამ ბმულს. შევეცდები, რომ დავდო ან პატარა ვიდეო ჩავწერო იმისათვის, რომ თქვენ ნახოთ, როგორ შეგიძლიათ მოძებნოთ ინტერნეტზე ყოველი ზმნის უღლება. ხო, თავისი გამოთქმით, სხვა შეთავი ყოველ ზმნას თავისი, ასე ვთქვათ, პატარა რუპორები აქვს და შეგიძლიათ ყოველი სათითაოდ je, tu, il, elle, on და ასე შემდეგ სათითაოდ ნახოთ, როგორ გამოითქმის. მოკლედ, დავადგინეთ, რომ პირველი ხუთი გამოითქმის ერთნაირად, ხო? ფუძე არის აშეტ, ხუთჯერ. ანუ ხუთივე შემიძლია უკვე ვთქვა, რადგანაც ეღი ჩამოვაშორე პირველი ჯგუფის ზმნას. მეორესთან, როგორც ვთქვით, ხო? მეორესთან გვაქვს ესი, როდესაც ვწერთ, ხო? მეორესთან ყოველთვის გვაქვს ესი და აუცილებლად დავაკვირდეთ ხოლმე ამას წერის დროს, იმიტომ რომ გრამატიკის მართლ წერის გამო შეიძლება ქულები დაგაკლდეთ თუ რაიმე სერტიფიკატზე აბარებთ საფრანგეთში ან სხვა ქვეყანაში, ფრანგულენოვან ქვეყანაში. ასევე დავაკვირდეთ, რომელ მხარეს არის ეს מחვილები, ხო? იმიტომ რომ ამასაც ექცევა ყურადღება. ამ შემთხვევაში ესე არის დაქანებული არის, იმიტომ რომ ესეთი თვლიან, რომ აშეტ ოდნავი წაგრძელებული ე უნდა იყოს. ნუ ჩვენი ქართული ყურისთვის ეს ისმის როგორც ჩვეულებრივი ე. მაგრამ მათთვის არის აქ განსხვავება, გავაკეთებ ამ ö-ებზეც ასევე პატარა ვიდეოს, რომ კარგად გავიგოთ, რომელი როგორ გამოითქმის, ხო? მოკლედ, დავაკვირდეთ, რომ აი ამ მხარეს ექნება ამ შემთხვევაში მახვილი. ისე საერთოდ არა აქვს ფუძეში მახვილი, ხო? საიდან უნდა გავუმეცნო, ამიტომ უნდა გადავამოწმო ხოლმე, ამიტომ არის ფრანგული, რომ
ცოტა რთული ენა არის, რომ უნდა გადავამოწმო, ზოგჯერ სიურპრიზები გვაქვს იქ, სადაც არ უნდა იყოს. ეხლა აქ რა ხდება? ნახეთ, წესით თავში გითხარით, მე მგონი, რომ ფრანგებს არ უყვართ ორი ხმოვანი ერთად და ძალიან ხშირად მათ ამოკლებენ ხოლმე, ხო? ნახეთ, აქ უნდა იყოს წესით je achète, იმიტომ რომ მე ვყიდულობ, ხო? j'achète. მაგრამ ნახეთ რა ხდება აქ, ეს არ მოეწონათ, მარტო ამასთან არა, ყველა ხმოვანზე დაწყებულ ზმნასთან ესე შეიკვეცება je. არ მოსწონთ აქ, რომ ვთქვათ je achète, თვლიან რომ არ არის სწორი. ამიტომ ამ ს ჩამოაშორებენ, აქ ჩასვამენ აპოსტროფს და გამოგვივა არა je achète, არამედ j'achète. J'achète. პირდაპირ, ხო? J'achète une maison. მე ვყიდულობ რაღაცა ერთ-ერთ სახლს. ხო? J'achète. J'achète. აქ ეს წესით და კანონით, გრამატიკის კანონით უნდა იყოს ესე. და არის კიდევაც, როდესაც ვწერთ, როდესაც ახალი დაწყებული გვაქვს ფრანგული, მაგრამ თუ უკვე კარგად მივეჩვიეთ ფრანგულს, 1 წელი, 2 წელი, 3 წელი უკვე ვსაუბრობთ და ცოტა უფრო სიღრმეებისკენ მივდივართ და ყოველდღიურობაში გვაქვს ურთიერთობა, ასე ვთქვათ, ფრანგულ ენოვნებთან, დააკვირდებით და დაინახავთ, რომ ამ ძუს, რომელიც არ უნდა შეიკვეცოს, ასევე კვეცავენ. ოღონდ მხოლოდ საუბარში. როცა წერენ, როცა იწერება წერილი, იწერება იმეილი, ხო? იწერება, ვთქვათ, წიგნი, რაიმე. ყველაფერი, რასაც ოფიციალური სახე გააჩნია, იქ არ შეიძლება იმ შემოკრებების დაშვება, რაც ზეპირ სიტყვაში შეიძლება გამოვიყენოთ, ხო? და ითვლება, რომ ეს უკულტურობა არის, როდესაც ესე ვწერთ, როგორც ვსაუბრობთ. ამიტომ მათ უყვართ თავიანთი ენა და პატივს სცემენ და ამიტომ წერილობით მდგომარეობაში დაიწერება ესე. მაგრამ საუბრისას იქნება d'achète. d'achète, ხო? ესე ისაუბრებენ ყოველდღიურობაში, ცოტა გაჟარგონებული არის ეს ზმნა, თუმცა არა მარტო ეს ზმნა, მაგალითად je suis, ხო არის? ამაში ამოკრებენ suis, ხო? Je suis fatigué, je suis და je suis fatigué. Tu es fatigué, ხო უნდა იყოს და t'es fatigué. ანუ მაგასაც ამოკლებენ. ასევე j'ai, მაგალითად j'ai faim. მე მშია, ხო? ეს ჩვეულებრივი იქნება. J'ai faim, ამაზე მეტად ვეღარ შეამოკლებენ, მაგრამ თუ იტყვი tu as faim, შენ გშია, ხო? ამ შემთხვევაში შემიძლია შევკვეცო და ვთქვა ta faim, ხო? ეხლა ამან არ დაგაბნიოთ, ამაზე ცალკე მექნება სპეციფიკური მაგალითებით, რომ გაჩვენოთ არის ფრანგული, ასე ვთქვათ, წიგნისმიერი და ლიტერატურული, რომელსაც გამოვიყენებთ აუცილებლად წერილის დაწერის დროს, იმეილის დაწერის დროს, რაიმე ოფიციალურს, როდესაც ოფიციალური ტექსტის დაწერის დროს, მაგრამ არის მეორე ფრანგული, რომელიც არის ცოცხალი ენა და ძალიან განსხვავდება ის წერილობითი ფრანგულისგან, კიდაც სიტყვების გამოყენება, კიდაც შემოკლებები. ამაზე ნელ-ნელა შევეცდები, რომ ავაწყო ასევე პატარა ან გრძელი გაკვეთილები, როგორც დღეს, იმისათვის, რომ გასწავლოთ ესეც, რაც არის ნამდვილი, ცოცხალი და არა წიგნისმიერი ენა. მოკლედ, აქ გვექნება d'achète, ხო? შეგიძლიათ ესე ისწავლოთ უკვე, თუ გჭირდებათ ზეპირად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ უნდა დაწეროთ გამოცდაზე, არასოდეს არ დაწეროთ d'achète, არამედ დაწეროთ tu achètes, ხო? ესე იგი, პირველი 5 უკვე ვიცით. ხო, დავადგინეთ ეს, უბრალოდ ესი მივამატოთ აუცილებლად წერის დროს. Tschüss. ეხლა რაც შეეხება მრავლობით, ნახეთ ზუსტად იგივე, როგორც წინა მრავლობითში, ხო, დაემატება ONS, EZ, ENT, ხო? ზუსტად იგივე, არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ ნახეთ ეს ესი გახმოვანდება იმის გამო, რომ მას მოსდევს ხმოვანი. ანუ ნახეთ ადრე თუ იყო აქ მაგალითად ნუ
rêvons s-ს არსად არ ვამბობ და არ z-ს, აქ არ გამოვთქვამ, ხო? მარტო აი ამას გამოვთქვა. Nous rêvons, აქაც vous rêvez. Il s-ს არ გამოვთქვამ. Rêve. Elle rêve. S-ს არ გამოვთქვამ, ხო? იმიტომ რომ აქ არის თანხმოვნები. თანხმოვნები არის b, c, d, p, ჭ, k, r. რა თქმა უნდა, ეს ასოები არ არსებობს ჭ და ყ და ასე შემდეგ ფრანგულში, მაგრამ ეს იმისათვის, რომ დაგამახსოვრებინოთ კარგად რა არის თანხმოვანი, ხო? ხოლო ხმოვნები არის a, e, i, o, u და y. y აქ არა მაქვს, აი ეს ასო არის y. ხო? y ინგლისურად. მოკლედ, როდესაც გვაქვს საქმე მრავლობითთან, nous achetons, ხო? ეს გვექნება ONS-ი, ხოლო აქ, რადგანაც ეს ხმოვანზე იწყება, ხო? ეს გახმოვანდება და იქნება უკვე z, გამოითქმის როგორც z. მარტო ამ ზმნასთან არა, ყველა ნებისმიერ ზმნასთან, რომელიც არ უნდა იყოს. აბსოლუტურად ყველასთან. გვექნება იგივე სიტუაცია. z გახმოვანდება მხოლოდ აქ, როდესაც გვაქვს a, e, i, o, u. a, e, i, o, u, ხო? ამ ასოებთან აუცილებლად გახმოვანდება ეს s და გადაიქცევა z-д. მხოლოდ აქ დანარჩენ შემთხვევაში არა, ამ ხუთ შემთხვევაში დანარჩენ შემთხვევებში არა. b, b, c, d, ž და ასე შემდეგ, ხო? ხო, აშთანაც ასევე, აშით როცა იწყება რაიმე სიტყვა, მაგალითად აშით რო იწყებოდეს ესა, ხო? ამ აშს ყოველთვის ვაიგნორებთ და მაინც ვკითხულობთ აქედან, ამიტომ აში რო ეწეროს, მაინც z-ს გავახმოვანებ და აი ამითი დავიწყებთ. ეს რა თქმა უნდა ეს სიტყვა არ არსებობს, ეს უბრალოდ ეხა დავწერე, მაგალითად აი აქ რო გქონდეს ესეთი რაღაცა. Nous hésitons. ნახეთ? ეს აში დავაიგნორე, ჩვენებურად h დავაიგნორე და წავიკითხე აი ეს. Nous hésitons. ჩვენ ვყოყმანობთ. ხო? დაიმახსოვრეთ, ესე იგი a, e, i, o, u და აში. როდესაც აშით იწყება რაიმე ზმნა ან სიტყვა. ესე იგი, გადავაბით და nous achetons. გადაბმები, რასაც ქვია la liaison ფრანგულად, ზოგჯერ არის აუცილებელი, ზოგჯერ არ არის აუცილებელი. როდესაც გეტყვით ხოლმე გაკვეთილზე, რომ გადაბმა არის აუცილებელი, ის გადაბმა დაიმახსოვრეთ. ხო? იქ გადაბმას ვერ ავცდებით. ანუ აქ უნდა იყოს nous achetons. nous achetons არა. nous achetons. ხო? ეს აუცილებელი გადაბმა არის. აქ vous achetez. აქაც, ნახეთ, ესი გვაქვს და მერე a და z. vous achetez. თქვენ ყიდულობთ. ils achètent. ისინი ყიდულობენ. elles achètent. ისინი ყიდულობენ. ქალბატონები, ხო? აქ კიდევ მინდა გავამახვილო ყურადღება აი ამაზე. il, როდესაც გვაქვს, ეს ნიშნავს ან მხოლოდ მამაკაცებს, ესით როცა გვაქვს მრავლობითში, ხო? ისინი, როცა იგულისხმება. გვაქვს ან მხოლოდ მამაკაცები, არც ერთი ქალი, ან შერეულად მამაკაცებიც და ქალებიც, ან ერთადერთი მამაკაცი, და მილიონი ქალი. და მაინც იქნება il. ეს წესი დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ გამოგადგება და el, როდესაც ვამბობთ, ხო? და ესი აქვს ბოლოში, ანუ მრავლობითია. ამ შემთხვევაში el არის ექსკლუზიურად და მხოლოდ ქალბატონები. არ შეიძლება აქ თუ ერთი კაცი მაინც შეერია, უკვე გადაკეთდება il-ში და არ იქნება ელი. ეხლა მოდით გადავიდეთ მეორე ჯგუფის ზმნებზე. მეორე ჯგუფის ზმნების, ასე ვთქვათ, პროტოტიპი არის finir. აქაც ნახეთ, ჩამოვაშორებთ აი ამ დაბოლოება მისი არის ir.
თუმცა ყურადღებით იყავით ხოლმე და გადაამოწმეთ მაინც როდესაც ახალი ზმნა შეგხვდებათ, იმიტომ რომ IR-ზე ასევე მთავრდება მესამე ჯგუფის არაწესიერი უსინდისო ზმნები. ნახეთ. ანუ შეიძლება ვერ გამოიცნო, ამიტომ გადაამოწმეთ ხოლმე მეორე ჯგუფის არის თუ პირველი ჯგუფის არის, აუცილებლად ინტერნეტზე იქნება ეს თუ სპეციალურ წიგნში, რომლის შესახებაც გითხარით, la conjugaison bécherel, la conjugaison bécherel, ხო? Finir. ესე იგი, ამას ჩამოვაშორებთ ასევე R-ს, ხო? R, ხო? ჩამოვაშორებთ R-ს და დაგვრჩება აი ეს ფუძე. Fini. Fini, ხო? თვითონ ესეც სიტყვა არის და გამოდის დამთავრდა, მორჩა, ხო? დამთავრებულია. R-ი აუცილებლად დავამატოთ, იმიტომ რომ საწყისი ფორმა უნდა ვიცოდეთ, არ შეიძლება საწყისი ფორმის არ ცოდნა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც ახლა ხან შემოგვიერთდა, ორი ზმნა, როდესაც ერთმანეთს ეჯახება ფრანგულში და არა მარტო ფრანგულში, სხვა ენებშიც, მეორე ზმნა გადადის ხოლმე საწყის ფორმაში უმეტესწილად. ნუ, ასე კომპოზეს არ ვგულისხმობ, რომელშიც ცოტა სხვანაირად აგვაქვს საქმე. ანუ ჩვეულებრივ აწყოში მომავალში ორი ზმნა ერთად, პირველი ნაუღლებია ხოლმე და მეორე აუცილებლად არის საწყის ფორმაში. ამიტომ ტყუილ უბრალოდ არ გიმეორებთ ამას, ხო? ანუ უნდა ვიცოდეთ ეს finir რო გვაქვს აქ, უნდა ვიცოდეთ ეს საწყისი ფორმაც. მარტო უბრალოდ ეს ვიცოდეთ, რომ მარტო ეს მაგალითად ფუძე ავიღოთ, ხო? ეს ვიცოდე და ეს ღ აღარ ვიცოდე, არ გამოვა. ასევე IR-ზე დაბოლოებული სიტყვები, აი ამაზე, I და R-ზე, ხო? ქართულად რო გითხრათ. IR-ზე დაბოლოებული სიტყვები ყოველთვის იკითხება ბოლომდე, რაც ძალიან დიდი იშვიათობა არის ფრანგულ ენაში. უმეტესწილად ფრანგულ ენაში ვყლაპავთ ბოლო 1-ს, ბოლო 2-ს, ბოლო 3-ს, ბოლო 4-100-ს, ხო? ძალიან ხშირად გვხვდება ესეთი შემთხვევები, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც IR-ზე მთავრდება, ზმნა იქნება ეს თუ სხვა რაიმე სიტყვა. ის ბოლომდე იკითხება R-იანად, ანუ ღიანად. ხო? Finir, finir, ხო? აქ დამიწერია გადაამოწმეთ სიაში ან ინტერნეტზე, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის მეორე ჯგუფის ზმნა, IR-ზე დაბოლოება, მაგრამ ასევე გვაქვს მესამე ჯგუფის ზმნები, რომლებიც თავდებიან IR-ზე და რომელი არის აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ ინტერნეტზე ან წიგნში. ხო? ეხლა, მოდით აბა ვაუღლოთ ეს ზმნა, finir, რომელიც ნიშნავს დამთავრებას. ხომ გითხარით, რომ R-ი ჩამოვაშოროთ და დაგვრჩება ფუძე. მეორე ჯგუფის ზმნა არის ცოტა განსხვავებული, ცოტა კი არა კარგად განსხვავებული პირველი ჯგუფისგან, მაგრამ მას მაინც გააჩნია, ასე ვთქვათ, წესები, რომლის მიხედვითაც ჩვენ მას შევძლებთ ადვილად ვაუღლოთ. პირველ რიგში მინდა შევნიშნო, რომ ფუძე, რომელიც ავიღე ამ R-ის გარეშე, არის ყველგან ერთი. ნახეთ? ეხლა წაგიკითხავთ. Fini, 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 fini. ანუ მე უკვე ვიცი, რომ ეს პირველი ხუთი როგორ ვაუღლო. ანუ je, tu, il, elle, on ყველა იქნება je finis, tu finis, il finit, elle finit, on finit. ხუთივე იქნება fini, 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 fini. ხო? ძალიან მარტივი არის. ოღონდ დავაკვირდეთ, პირველი ორი იწერება ხოლმე ერთნაირად. პირველი ორი, ნახეთ, ესი, ესი. პირველი გამოთქმით ერთი და იგივე არის 5, ხოლო პირველი ორი იწერება ხოლმე აბსოლუტურად იდენტურად მეორე ჯგუფის ზმნებში. ხო? S დავამატებთ აქ. ხოლო დანარჩენი სამი il, elle, on, il, elle, on, il, elle, on. კიდე ერთხელ ვიმეორებ, ხო? გვექნება t, t, t. t, 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 რომელსაც არ გამოვთქვამთ, იმიტომ რომ ყველგან ხუთივეში გვექნება fini, 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 ხო? მაგრამ ვწერთ გამოცდაზე, თუ გჭირდებათ ფრანგული გამოცდის ჩაბარება. საზღვარგარეთ იქნება ეს თუ აქ საქართველოში თუ აბარებთ ფრანგული ენის სპეციალობაზე, დავიმახსოვროთ, პირველი ორი იწერება ერთნაირად, მეორე ჯგუფის ზმნები, ყოველთვის ეს ემატება ამას.
ყოველთვის და დანარჩენი 3 il, el, un, ხო? დანარჩენი 3 რომელიც დაგვშვა მხოლობითში იქნება d, d, d. დაეწერება ბოლოში d, რომელსაც არ გამოვთქვამთ. ხუთივე გამოითქმება ერთნაირად, მაგრამ იწერება სხვადასხვანაირად. პირველი 2 ესე, შემდეგი 3 ესე. ბევრჯერ ვიცი ხოლმე გამეორება ერთი და იგივესი, რომ კარგად გაჯდეს თქვენს გონებაში. კარგით. ნახეთ, ნუში რა ხდება? on ხო ვიცით, რომ ეს არის ჩვენ. ხო? მაგრამ მხოლობითში მასთან ყველა ზმნა გამოიყენება მხოლობითში, მაგრამ ჩვეულებრივი ჩვენ არის. ნუ კიდევ სხვა მნიშვნელობებიც გააჩნია ამ on-ს, რომელიც ცალკე გვაქვს გასარჩევი და აუცილებლად გავაკეთებ ამაზეც ღვთისწყალობით გაკვეთილს. მაგრამ მთლიანობაში ესე ამ შემთხვევისთვის გიხსნით, რომ on ნიშნავს ჩვენ, ჩვეულებრივი ჩვენ არის, ხო? და მეორე ნუ არის ასევე ჩვენ. ოღონდ მისი ზმნები ყოველთვის იქნება მრავლობითში. ხო? პრაქტიკაში კიდევ ერთხელ გავიმეორე, პრაქტიკაში ყოველთვის გამოვიყენებთ on-ს. და ნუს გამოიყენებენ უფრო არისტოკრატები, ძალიან კულტურული ოჯახიდან წამოსული ხალხი. მაგრამ იმის გამო, რომ გამარტივება მოხდა მაინც ფრანგული ენის ბოლო 1-30 წელია დაახლოებით, თუ მეტი არა, იმის გამო, რომ გამარტივება მოხდა, მაინც ყველა ფენის ადამიანი იყენებს აი ამას უფრო. საფრანგეთში სამწუხაროდ არ ასწავლიან ხოლმე ამას, თუმცა თვითონ ასე საუბრობენ. გინდა იყოს ეს საფრანგეთში, გინდა იყოს ეს ბელგიაში, გინდა იყოს ეს შვეიცარიაში, თუ კანადაში არ ვიცი. არ ყოფილი ვარ, არ მიცხოვრია, არ ვიცი. როგორ საუბრობენ, იქ on-ს იყენებენ თუ ნუს იყენებენ, იქ ბევრი ანგლიციზმები არის, ბევრი ინგლისური სიტყვები არის გადმოპარული, იმიტომ რომ მეორე ენა, უბრალოდ პირველი ენა ინგლისურია, მეორე ფრანგული, ხო, გააჩნია კიდე რომელ რეგიონში არიან. მოკლედ, კანადაში არ ვიცი, მაგრამ ევროპაში ეს on არის ძალიან აი გამოყენებადი ყოველდღიურობაში. ესე ასევე შეგიძლიათ ჩვეულებრივ წეროთ ესე, როდესაც წერთ ოფიციალურ იმეილს ან წერილს. ანუ ძალიან ოფიციალური სახეც აქვს, არა მარტო ყოველდღიურობაში შეგვიძლია სალაპარაკოდ გამოვიყენოთ. მაგრამ თუ გვინდა აი ეს მრავლობითი ვთქვათ, შეგვიძლია რა თქმა უნდა. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ გავუადვილო ჩემს სტუდენტებს საქმე, მაგრამ თუ გინდათ მაინც და მაინც ესე, იმიტომ რომ ეგრე გასწავლეს ფრანგულ სკოლაში, სხვათა შორის ბელგიაში არ ასწავლიან, ეგრე ბელგიაში უпростоრედ ამასაც ასწავლიან, მაგრამ ამასაც გასწავლიან, ამას არ ტოვებენ, მაგრამ საფრანგეთში ტოვებენ აი ამას, რატომღაც, თუმცა ყოველ დღე თვითონ ესე საუბრობენ და იმიტომ რომ ეს უფრო შედარებით ახალი არის ეს on და ამიტომ და კლასიკურ ფრანგულს გასწავლიან, თუმცა ფრანგული საფრანგეთის კურსები, ენის კურსები არის საშინელება. სამწუხაროდ და კურსდამთავრებულები ვერ გეტყვიან მერე ყველაზე უბრალო რაღაც გრამატიკულ წესებს და ზმნებს. მოკლედ, აქ ნახეთ რა მოხდა. გვაქვს ფუძე ფინი და აქ ყოველთვის მეორე ჯგუფის ზმნას ემართება ესა, გაგვიორმაგდება s. უბრალოდ გაჩნდება ჯერ ეს ერთი s და მერე კიდე თან გაორმაგდება. და პლუს დაემატება ის ons-ი, რომელიც არის ჩვეულებრივი, აბსოლუტურად ჩვეულებრივი მრავლობითის დამატება, ხო? ასე ვთქვათ, დაბოლოება უბრალოდ, ხო? La terminaison. ნახეთ, აქ არა გვაქვს ორი s-ი გვაქვს. ესა მე ერთი s-ი რო ჩაემატებინათ, აქ გამოითქმის როგორც finissons, ხო? s. მაგრამ ერთი s-ი რო ჩაემატებინათ, გვექნებოდა finissons. ამიტომ, რადგანაც არ უნდათ რომ ყოფილიყო finissons, ჩაამატეს კიდევ ერთი s-ი, ამ s გაუმაგრეს ზურგი, ამითი ორი s-ი უკვე აღარ არის z, ხმოვანთან, როდესაც დგას ის, ესე არის z, ნახეთ, zo. და აი ესე არის so. ხო? გაუმაგრეს ზურგი და გამოგვივიდა finissons. ყველა მეორე ჯგუფის ზმნა იუღლება ამგვარად და არა სხვანაირად. ხო? Nous finissons,
vous finissez, აქაც იგივე არის. ფუძე აქა გვაქვს, მაგრამ ორი ესი დაემატება. ყოველთვის ორი ესი დაემატება მეორე ჯგუფის ზმნას. ყოველთვის არ არსებობს გამონაკლისი. იმიტომ შედის ეს შედარებით წესიერ ზმნებში, რადგანაც ის ემორჩილება წესებს, ხო? Vous finissez, თქვენ ამთავრებთ. შემდეგ ils finissent, ხო გითხარით ეს არასოდეს არ იკითხება, ENT არასოდეს არ იკითხება, მაგრამ სამაგიეროდ ეს ეხმარება ამ s-ს, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ეს რო აქ არ ყოფილიყო, შეიძლება მე თქვა fini. შეიძლება დაგითხოვილიყო ეს როგორც fini, მიუხედავად იმისა, რომ ორი ესი აქვს, თუმცა ორი ესიანი დაბოლოება ფრანგულში ჯერ არ მინახია. ყოველთვის ესე არის ხოლმე ერთი ესი. მოკლედ, ეს ENT არ გამოითქმის, მაგრამ ეს მთლიანად გამოითქმის როგორც il finissent, elles finissent. ესე იგი, მრავლობითში ყველგან გაგვიჩნდა ორი ესი, ხო, რომელიც არ უნდა გამჩნდარიყო. მაგრამ უბრალოდ უნდა დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ ყველა მეორე ჯგუფის ზმნას გაუჩნდება ეს ორი ესი. დაბოლოებები, როგორც უკვე ვნახეთ, წითლად გამოყოფილები, პირველ, მეორე და მესამე ჯგუფის ზმნებს გარდა რამოდენიმე ესი, რომლებიც ძალიან ბლატაობენ, ასე ვთქვათ, ხო, განსაკუთრებით მაგალითად ზმნა ale, ან être, ან faire, ან კიდე avoir, ხო, მათ ცოტა სხვანაირად აქვთ რაღაცეები. განსაკუთრებით აი აქ პირველ მხოლობითშიც და აი აქა il და elში მრავლობითშიც. მაგრამ ისინი უნდა დავიზეპიროთ. მესამე ჯგუფის ზმნას რო გაიგებთ, რო დაინახავთ, რო წერია წიგნში ან ინტერნეტზე რომ მესამე ჯგუფის არის, ეგრევე წადით და ისწავლეთ იზეპირათ, იმიტომ რომ იმას ვერ გამოიცნობთ. ეს პირველი ორი არის წესიერი პატიოსანი ზმნები, აი ესენი, ხო? პირველი და მეორე ჯგუფის ეს ზმნები არიან პატიოსნები და მათი გამოცნობა სრულებით შესაძლებელი არის იმ დაბოლოებების და იმ გადასვლების მიხედვით, რომელიც აგიხსენით მე თქვენ და როგორც აგიხსენით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირველი ხუთი არის გამოითქმის ერთნაირად, იწერება სხვადასხვანაირად. როდესაც მეორე ჯგუფში ვართ, პირველ ჯგუფში თითქმის ერთნაირად იწერება ძვლის გარდა, ხოლო მრავლობითში თუ დავაკვირდებით, დაბოლოება ის რაც წითლად მაქვს გამოყოფილი, არის ერთნაირები პირველშიც და მეორეშიც და ასევე მესამეშიც. ნუ მესამე ჯგუფში რამოდენიმე ზმნა არის, რომელიც ძალიან განსხვავებული არის და იმათ უბრალოდ ვისწავლით, ხოლო დანარჩენები, აი ეს დაბოლოებები ექნებათ ერთი და იგივე. იმ განსხვავებით, რომ მეორე ჯგუფში აქ ორი s-ც გაგვეჩიდება. კარგით. ნახეთ ახლა რაც შეეხება მესამე ჯგუფს. მესამე ჯგუფში არის ქვეკატეგორიები. თუ ვინმეს ექნება ამისი სურვილი, რომ ცალკე ახსნა მესამე ჯგუფი თავისი ქვეკატეგორიებით, მომწერეთ და შევეცდები, რომ ჩავატარო ამის შესახებაც, ასე ვთქვათ, გაკვეთილი. მაგრამ ზოგადად მესამე ჯგუფის ზმნები არის აი ამ დაბოლოებებით. IR, IRE, TRE, VRE, DRE, OIR, რომელიც გამოითქმის WAR. ხო? WAR. წაღან მე თქვენ გითხარით, რომ როდესაც ესე დაინახავთ მეთქი, ეს ბოლომდე წაიკითხება, მაგრამ იღათ არ წაიკითხება ყოველთვის. შეიძლება თუ წინა აქვს O და I გამოგვივა UAR. ესეთი რამე შეიძლება იყოს. მოკლედ, მესამე ჯგუფის ზმნას როდესაც დაინახავთ, ის უბრალოდ უნდა დაიმახსოვროთ. გამოთქმით, წერით, ის უბრალოდ უნდა დაიმახსოვროთ, სხვა სამწუხაროდ წესები არ არსებობს და ამიტომაც ქვიათ მათ არაწესიერი ზმნები. ნახეთ, ავიღოთ აი ეს ზმნა, lire, რომელიც ნიშნავს კითხვას. კითხვა. ხო? დავაკვირდეთ, აქ უკვე ფუძეს ვერ მოგცემთ, ნუ ფუძე ფაქტიურად ეს არის ამ შემთხვევაში, მაგრამ სხვა შემთხვევებში ესე არ არის, ხო? იმიტომ რომ მართლა ძალიან იცვლება ერთი ზნიდან მეორეზე და მათ ვერ გამოიცნობ, უნდა ჩაიხედო.
უნდა ჩაიხედო ან წიგნში, ან ინტერნეტზე და ნახო მესამე ჯგუფის თუ არის მისი უღლება, დაგიდებთ აუცილებლად პატარა ვიდეოს ინტერნეტზე, როგორ შეგიძლიათ ეს მონახოთ. არა Google Translate-ში და არა Google-ში, არამედ თვითონ ინტერნეტზე საიტები არსებობს და განსაკუთრებით ერთი საიტი მომწონს, რომელსაც რეკომენდაციას გავუწევ და იქ ნებისმიერ ზმნას მოძებნით მის უღლებას ყველანაირ დროში. მოდით აქ რას დავაკვირდეთ. ნახეთ, ხშირად გვხდება ეს, მაგრამ ეს არ არის წესი. ხშირად გვხდება ის, რომ პირველი ორი აქ მესამე ჯგუფის ზმნაში იკითხება, როგორც იწერება ერთნაირად. ხშირად გვხდება ხოლმე ესა, ესები ემატება ხოლმე ხშირად. და არის შემდეგი სამი ყოველთვის ყველგან დაიმახსოვრეთ ეს წესი, მესამე ჯგუფის იქნება მეორე თუ პირველის, განსაკუთრებით მესამე ჯგუფში დაიმახსოვრეთ ეს, რომ გაგიადვილდეთ ცოტათი მაინც, ხო? მესამე ჯგუფი il, ყოველთვის იწერება ერთნაირად. ანუ გაგიადვილდებათ ესე, რომ გეცოდინებათ il, იწერება აბსოლუტურად ერთნაირად მესამე ჯგუფის ზმნაში. ხოლო პირველი ორი ხანასია გააჩნია ზმნებს, ხო, იცვლება ხოლმე. ამიტომ ხშირად ერთნაირად არის პირველი ორი, მაგრამ ყოველთვის არა. ეხლა უყურეთ აქ. მოდით შევხედოთ, რა გვაქვს აქ გამოთქმის მხრივ. გამოთქმის მხრივ გვაქვს ესეთი რამე. ხუთივე, ხო გითხარით, პირველ და მეორე ჯგუფში, ასევე გამოთქმისას ხუთივე არის ერთნაირი. აქაც იგივე გექნებათ, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა, რომელიც არის მაგალითად ale, ხო? avoir, ესენი ძალიან სხვანაირები არიან, je სხვანაირი არის, je suis სხვანაირი არის, tu es სხვანაირი არის, tu as სხვანაირი, მოკლედ არ გვანან ერთმანეთს, ხო? მერე il a, il est და ასე შემდეგ, არ გვანან ერთმანეთს. მაგრამ უმეტესობა ხუთივე გავს ხოლმე ერთმანეთს. ანუ მე თუ ვიცი პირველი, li, ხო? ვიცი უკვე tu, ვიცი უკვე il, ვიცი უკვე elle, ვიცი უკვე on. Je lis, მე ვკითხულობ, tu lis, შენ კითხულობ, il lit, ის კითხულობს, elle lit, ის კითხულობს, ქალი, on lit, ჩვენ ვკითხულობთ. Je lis, tu lis, il lit, elle lit, on lit. ხუთივე ვიცი უკვე, რადგანაც ეს პირველი გავიგე როგორ არის. ხო, ანუ გამოთქმით ვიცი, უბრალოდ დააკვირდით დაბოლოებებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გამოცდაზე შეძლოთ სწორად წერა და არა მარტო გამოცდაზე, შემდეგ უკვე თუ წერილები ან იმეილები, ბევრჯერ ვიმეორებ ერთი და იგივებს, წერილები ან იმეილები, როდესაც გჭირდებათ, რომ დაწეროთ, სწორი წერა არის კულტურის მაჩვენებელი ფრანგულ ენოვან ქვეყნებში, როდესაც არასწორად წერ, ძალიან უხეშად ჟღერს ეს ყველაფერი და უკულტურობა იგრძნობა ასევე და ცოტა ცუდად აღიქმება ეს. მხოლოდ SMS-ებში შეგიძლიათ იქ შემოკლებები და შეცდომები დაუშვათ, რასაც არ უნდა გეუბნებოდეთ ახლა. მაგრამ წერილობით ის, რაც ოფიციალური არის, ყოველთვის წერეთ სწორად, ხო? მრავლობითში დაბოლოებას დავაკვირდეთ, დაბოლოება არის იგივე ONS, EZ, ENT, ENT. დაბოლოება არის აბსოლუტურად ერთნაირი, ხო? ნახეთ, ONS, 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 EZ, 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 ENT, 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 ENT. ხო? დაბოლოებები მრავლობითში არის ყოველთვის ერთი და იგივე პირველ, მეორე, მესამე ჯგუფში, რაც შეეხება აწმყოს, ამჟამინდელ დროს. ხო? აქ უკვე ვეღარ გამოვიცნობთ, ეს უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ზებირად. თუმცა მაინც არის ლოგიკა, ნახეთ, აქ ხო იყო li. მართალია აქ ესი არ გამოითქვის, მაგრამ აქ უკვე გამოითქმის, იმიტომ რომ მას მოყვა o, მაგრამ ვერ გამოიცნობთ, ზოგჯერ იცვლება ხოლმე რაღაცეები და ვერ გამოიცნობთ, ამიტომ ჯობია ჩაიხედოთ ინტერნეტში ან წიგნში, ძალიან ბევრჯერ გავიმეორე ეს უკვე, იმიტომ რომ მესამე ჯგუფის არის ყველაზე ესეთი დასაზეპირებელი, იმიტომ რომ
ნუ თავისებურება აქვს, ესეთი ვერ გამოიცნობ, ამიტომაც ქვია არაწესიერი, უსინდისო. ხო, ესე იგი აქ გვექნება nous lisons, vous lisez, il lise. ნახეთ, რადგანაც აქ გვაქვს ესი, ერთი ცალი ესი გვაქვს და ö გვაქვს მის გვერდით, ან ნებისმიერი ხმოვანიც რო ყოფილიყო, მაინც ეს ესი გამოითქმებოდა როგორც z, ხო? Il lise და elle lise. აი ესე გვექნება. ეს ÖNT კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ იკითხება, მაგრამ უმაგრებს გვერდს აი ამ სიტყვას, ამ ფუძეს. აი ეს არის. ესე იგი, პირველი ჯგუფის ზმნები არის წესიერი და პატიოსანი, მათი გამოცნობა სრულებით შესაძლებელი არის, თუ მივყვებით წესებს. მეორე ჯგუფისაც ასევე, მაგრამ უნდა გადავამოწმოთ, მეორე ჯგუფისაც არის საკმაოდ პატიოსანი და წესიერი, ოღონდ უნდა გადავამოწმოთ, რომ არ იყოს შემთხვევით მესამე ჯგუფის, იმიტომ რომ დაბოლოება ამას და ამას აქვთ ერთნაირი. ზოგჯერ ხო, ამიტომ უნდა გადავამოწმოთ, რომელი ჯგუფის არის. თუ აღმოვაჩინოთ, რომ მეორე ჯგუფის არის, აი ამ წესს მიყვებით და გამოგივათ სწორედ. ხოლო მესამე ჯგუფის, რომლებიც აი ესე მთავრდებიან, სხვადასხვა დაბოლოებები გააჩნიათ, თვითონ საწყის ფორმებში, ხო? მათ ვერ გამოვიცნობთ, მაგრამ პირველ ხუთს აუცილებლად ვიტყვით ერთნაირად, ალეს და ავუაღის გარდა. ხო? ესენი ძალიან განსხვავებულები არიან. და დანარჩენი უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ზეპირად, რაც შეეხება მათ დამწერლობას და ასევე გამოთქმას, იმიტომ რომ მრავლობითში ზოგი ასევე ცოტა სხვანაირად გადადის, რაღაცეები იქ ხმოვანდება და ასე შემდეგ, იმის გამო რომ აქ ხმოვნები გვაქვს. ამიტომ მოკლედ დაკვირვება გვმართებს მესამე ჯგუფის ზმნებთან. სულ ეს იყო დღევანდელი დღისთვის, აგიხსენით სამივე ჯგუფის ზმნა, თუ ვინმეს ექნება სურვილი რომ ავხსნა დეტალურად უფრო მესამე ჯგუფის ზმნა, რომელსაც გააჩნია ქვეკატეგორიები, მომწერეთ კომენტარებში და შევეცდები ერთ-ერთ გაკვეთილზე ამაზეც გავაკეთო ახსნა განმარტება. მაგრამ მთლიანობაში მესამე ჯგუფის როგორი კატეგორიისაც არ უნდა იყოს, როგორი ქვეკატეგორიისაც არ უნდა იყოს მესამე ჯგუფი, დავიზეპიროთ წერითაც და ზეპირადაც. ყველას წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე. კარგად.